2021 წლის მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 20. ფიჭვის ტოტს მოწყდა 40 გრამი მასის გირჩი და 10 მეტრ-წამს სიჩქარით დაეცა დედამიწის ზედაპირზე. მოცემული გვაქვს ემიუდრის 40 გრამს, ეს ტოლი არის 0.04 კილოგრამის, ვეუდრის 10 მეტრ-წამს სიჩქარით, 10 მეტრ-წამს სიჩქარით დაეცა. დედამიწის ზედაპირს რა სიმაღლიდან ჩამოვარდნილა გირჩი თუ ჰაერის წინააღმდეგობის ძალა -2 ჯოული მუშაობა შეასრულა. A უდრის -2 ჯოულს. თავისუფალი ვარდის აჩქარება 10 მეტრ-წამ კვადრატის ტოლად ჩათვალეთ თუ აგრეთვე მოგვახსენეს, ესე იგი ჟ-უდრის დაახლოებით 10 მეტრ-წამ კვადრატს და ვიკითხებიან ეს ჩვენი გირჩი რა სიმაღლიდან მოწყდა ამ ჩვენ ტოტს. გირჩი სიმაღლის ვაგებას გვეუბნებიან. კი ბატონო, კარგით, ახლა მოდი რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ავიღოთ აგერ გირჩი, ეს იყოს გირჩი. ჩამოვარდნილა რაღაცა h სიმაღლიდან. ეს არის h სიმაღლე. ხო, ახლა საწყის მომენტში რა ძალები მოქმედებს ამ გირჩზე მოდი დავწეროთ, ამ გირჩზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა, აგრეთვე იმოქმედებს ჰაერის F ჰაერის წინააღმდეგობის ძალა, F წინააღმდეგობის ძალა და საწყის მომენტში პოტენციური ენერგია, რომელიც ამ ჩვენ გირს ჰქონდა, ეგ პოტენციური ენერგია ტოლი იქნება ამის ძალთა ტოლქმედი, რომელიც F ტოლქმედი გამრავლებული h-ზე, რომელიც მთლიანად გადავიდოდა ზედაპირზე, დედამიწის ზედაპირზე დაცემის მომენტში კინეტიკურ ენერგიაში. ენერგიის შენახვის კანონიდან გამომდინარე, რომ ეს ტოლი უნდა იყოს mv კვადრატ ნახევრის. ხო, მოდით ახლა შემოვიტანოთ პარალელურად y ღერძი. მოდით y ღერძის ჯობს რომ მიმართოთ ქვემოთ, პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს, საით მიმართავდით. და რა გვექნება ახლა F ტოლქმედი ამ შემთხვევაში ამ ძალების იქნება, რომელიც ამ ჩვენ გირჩზე მოქმედებს, გამოგვდის რომ E პოტენციური უდრის F ტოლქმედის გვექნება mg-ს გეგმილი y ღერძზე იქნება mg, ამას დაემატება, ანუ გამოაკლდება F წინააღმდეგობის გეგმილი, რომელიც -F წინააღმდეგობის იქნება, გვექნება F წინააღმდეგობა h უდრის mv კვადრატ ნახევარს. აქ მოდი ახლა ეს ტოლობა გადავწეროთ შემდეგი სახით. აქედან რა ვექნება ჩვენ mg-ს პლუს მინუს გასრავად mg h-ზე უნდა გამრავლდეს, რა თქმა უნდა, mg h-ს პლუს მინუს F წინააღმდეგობა h უდრის mv კვადრატ ნახევარს. ახლა ამ ტოლობაში ეს წარმოადგენს უშუალოდ მუშაობას, იმ მუშაობას, რომელსაც წინააღმდეგობის ძალა ასრულებს და პირობით ეს გვითხრეს, რომ -2 ჯოულის ტოლიაო, ეს უდრის -2 ჯოულს. ანუ რა გვექნება აქედან ჩვენ გამოგვდის, რომ mg h-ს გამოკლებული 2 უდრის mv კვადრატ ნახევარს და ახლა ჩავწეროთ მოცემულობაში შემოვალის იდეები, ყველაფერი პრინციპში ვიცით h-ის გარდა აქედან, ამიტომ h-ის განსაზღვრა შეგვიძლია. m უდრის 0.04-ს გამრავლდება ჟ-ზე, რომელიც 10 არის, აქ დაგვრჩება 0.4 h, გამოაკლდება 2, ეს უდრის m არის აქაც 0.04, გამრავლდება v კვადრატზე, v არის 10, v-ს კვადრატი მოგვცემს 100 და ეს 100 რომ 0.04-ზე გამრავლდება, მოგვცემს 4 შეფარდებული 2-ს. ანუ აქედან ჩვენ გამოგვდის, რომ 0.4 h-ს -2 უდრის 2-ს, აქედან 0.4 h გამოგვდის 4-ის ტოლი, საიდანაც h-ისთვის მივიღეთ, რომ ტოლი არის 4 შეფარდებული 0.4-თან, ის კი გამოგვდის ტოლი 40 შეფარდებული 4-თან, ეს უდრის 10 მეტრს. ანუ საბოლოოდ რომ დავწეროთ, h ტოლი ყოფილა 10 მეტრის. ეს კი არის პასუხი D.